მოგესალმებით, დღეს კიდევ ერთ ეპიზოდს ავტვირთავ, ეხლა ამჯერად არც მუშაობაზე, არც დატვირთვაზე, არც დაცლაზე. უბრალოდ კიდევ ერთი დასვენების დღე. იყო რამოდენიმეჯერ კითხვა, ესეთი ვიდეოც კიდე გადამეღო, იმიტომ რომ ადრე ერთი ვიდეო გადავიღე, უბრალოდ ეს იყო დიდი ხნისი. ხო და რა ვიცი, განახებთ დაახლოებით რას ვაკეთებ. არა, რას ვაკეთებთ? იმიტომ რომ ორი ქართველი ვიქნებით, ჩემი თანამშრომელი, ედა კობა. ხო და რა ვიცი, აქვე ქალაქში გავალთ, 100-მზე ვდგავართ, ნუნბერგთან ახლოს. შეიძლება არასწორად ვიძახი სახელს ქალაქის, მაგრამ დაახლოებით ყველა მიხვდება, სად ვარ. Adidas-ის პარკინგს ვეძახით ამ ადგილს, იმიტომ რომ ამ პარკინგთან ახლოს არის Adidas-ის დიდი მაღაზია. ხო, ტრანსპორტი შევიცვალე, ადრე ველოსიპედი მყავდა, ეხლა ესეთი პატარა ადამიანი მყავს. საკმაოდ კომფორტული რამეა, იკეცება, შეგიძლია პირდაპირ აიღო და მანქანაში შეინახო, დატენო და მოიხმარო. ყობას მანქანა, ჩემნაირი ადამიანი და ესეც კიდევ ერთი ქართველი გაჩერდა ამავე პარკინგზე სხვა ფირმიდან. ხო, მინდა რომ აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან ბევრი ქართველი მხვდება, ეს ბოლო პერიოდია, იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის შაბათ-კვირის პარკირების დროს ერთი მანქანა რო არ შემხვდეს ქართველი, თითქმის შეუძლებელია. მოკლედ დავიძარით. ორივეს ყავს ესეთი საკაიფო ტრანსპორტი. ხო და აი ესეთ მოხრეშილ გზაზე წავალთ მაღაზიისკენ რა. იმედია რამე საინტერესოსაც ვნახავთ. მოგანახავთ. წესით და რიგით ეგრე იქნება. რაღაც მე მგონი ძალიან სპორტ მოდში ვართ ორივე და ხო არ დაგვათ 15 სიჩქარებიანა. არა, მე ეკონომიკ კომპანია. ოკეი. არანაირი სურვილი არ მაქვს ძაღლმა შემჭამოს. ძალიან საინტერესო კადრი იქნება, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ სულ ვიღებ საჭერო მაქვს წინ. და ეხლა ეს არის ჩემი საჭე. ივლისის შუა რიცხვებია და საკმაოდ მაგრად გრილა. ცოტა სიცივისკენაც მიდის. ხო, ანუ საივლისოდ ნაღდათ არ არის ეს ამინდი, მე რასაც უყურებ რა. ამას ჯობია ვიძახდე ორ ამაგრად ხელად ხო. აი რასაც წეღან საუბრობდი კაგრას. კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა პარკინგზე. ხო და ამ ეტაპისთვის 4 ქართველი ვართ. 4 ქართველი 3 სხვადასხვა ფირმიდან. ჩვენი ფირმა ერთა იგივეა ჯერჯერობით. ერთი ქართველი გვაქვს ანახავი კიდე. კი, ერთი ქართველი სავარაუდოდ კიდე იქნება გაჩერებული, რომელიც გუშინ ღამე დავინახე. ფარდები ქონდა ჩამოფარებული და ეძინა. სავარაუდოდ ეძინა, ხო, ეხლა როცა ფარდები აქვს ადამიანს ჩამოფარებული მანქანაზე და არ ჩანს და არ მოძრაობს, მაინც ვცდილობ არ მივუკაკუნო, არ გავაღვიძო, იმიტომ რომ გრაფიკი ყველა სხვადასხვანაირი გვაქვს და როგორც არ უნდა იყოს, შეიძლება ეძინოს, ღამე მოძრაობდეს, დღისით მოძრაობდეს და ასე შემდეგ. აი ესე ლამაზად აკეთებენ ამ ავტობანს. ცოტა არასაამაყო გზა არის, მაგრამ არა უშავს. სხვათა შორის გერმანიაში ამ პერიოდში საკმაოდ იაფი არის გარე ბასეინები. სადაც შეგიძლია სულ რაღაც 3-4 ევროთ, ზოგან 5 ევროთ შეხვიდე და მთელი დღის აბონემენტი იყიდო. მაგრამ დღევანდელი ამინდიდან გამომდინარე, არ მგონია ეგ თლაც საამაყო იდეა იყოს. აი ესეთი რემონტი მიდის. აქედან გამომდინარე, რემონტს რო გავსებით, ველობილეკი გვექნება, თორე? ცოტა ხნის მერი არის. ხო. ძალიან მალევე არ არის. მაგრამ უკან მე მოყვები გამომდინარე სიტუაციიდან გამომდინარე. რაღაც მონაკვეთი გზაზე გვიწევს სიარული. გერმანიაში ესეთ ადგილას შეგიძლია გადაადგილდე გზაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ველობილიკი არ გვაქვს. უბრალოდ გჭირდება ეგრეთ წოდებული insurance, ანუ დაზღვევა. დაზღვევის გაკეთება ნიშნავს, რომ ნომრებს აიღებ. ნებისმიერ ესეთ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც შეუძლია განავითაროს 6 კილომეტრზე მეტი და არა უმეტეს 20 კილომეტრისა,
დაზღვევის საფუძველზე შეგიძლია აიღო ნომრები. დაზღვევის გაკეთება საკმაოდ რთულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს ეგრეთ წოდებული რეზიდენტის მოწმობა გერმანიაში. მაგრამ მაინც შესაძლებელი არის. თუ როგორ არის შესაძლებელი, ამ დეტალებზე თუ ვინმე დაინტერესდება, შემიძლია მივაწოდო ინფორმაცია უკვე პირადად. ამასობაში გაერთობი რა, იმით კატაობა მინდოდა რა, ეგეთ ვარიანტში ვარ და აი რევეში ასვლა გამოვჭა. გავწდით. მაგრამ არა უშავს. თავარია დროულად შევნიშნე და აღმოფხვერი გარემოება. ნავიგაციამ ესე იგი ხო 7:30-ზე გაგვატარა. Anyways, წავედით. დაახლოებით 1 კილომეტრში უკვე მივალ მაღაზიაში. მაღაზიაში ბევრი არაფრის ყიდვა არ მინდა, მაგრამ გერმანიაში ვინც ხართ ნამყოფი, გიცხოვრიათ დიდი ხანი გაჩერებულ ხართ, ალბათ ყველა მიცის რომ აქ ბოთლებს ვაბარებთ 90-იანების ნოსტალგიურ განწყობას გვიქმნის გერმანია. მაგრამ ბევრს გონია რომ როცა აბარებ თითქოს ფულს გაძლევენ, არაფერს არ გაძლევენ. იმ ფულს იბრუნებ, რომელიც შენ ბოთლის ყიდვისას გადაიხადე. ანუ თუ ღირს წყალი პირობითად 1 ევრო, გადასახდელად რომ მიხვალ სალაროზე იხდი ევრო 25-ს. ევრო 25-ს რომ გადაიხდი, ამას უკან დაიბრუნებ უკვე ზაპრეტია წინ. როდესაც დააბრუნებ ბოთლს. სხვა გასასვლელი უნდა ვნახოთ. პირდაპირ წადი ვაფშე, აქედან ვერ გავძვრებით. ხო. ეხა დავამაგროთ ჩვენი ცხენი თავის პარკინგზე, ესე ლამაზად. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ეს შეგვიძლია ლამაზად დავამაგროთ. და დაგველოდება ორივე ჩვენი ცხენი ესე ლამაზად. და ესეთი აპარატებია. მოხვალ. გახსენი ერთი ეს ჯიგარო. რომელში გიდევს? დიდი ჩანთის ის რომელიც ხო? გადავიყვანთ ინგლისურ ენაზე. რაში გჭირდება ეს ენის შეცვლა არ ვიცი. წავიდა. პირველი. ესეთი წარწერა რასაც აქვს, ყველაფერი ვარდება. უბრალოდ ბრუნდება. ისე. დავიბრუნებთ იმ თანხასაც სალაროში გადავიხადეთ. შენ მოხლისას. იხსნება ჩემი ჩათო და შეიძლება გადავარდეს ახლა. всё, სულ ეს იყო. ჩაბარება. შევედით ახლა მაღაზიაში, გადაღება არ უყვართ მაღაზიაში და იქ არაფერს არ გადავიღებ, რა თქმა უნდა, ვიყიდი პროდუქტს უბრალოდ. მაღაზია მოვიარეთ, პროდუქტი შევიძინეთ. ზოგადად გერმანიაში შაბათს თუ იყიდი რამეს და შეიძენ, თორე კვირას უკვე ისეთ სიჩუმეა, შეიძლება საერთოდ ვერ მიხვდე ადამიანები თუ არსებობენ და ცოცხლობენ აქ. არც მაღაზია მუშაობს, არც აფთიაქი მუშაობს. არაფერი არ მუშაობს, ერთადერთი მუშაობს. კვირაობით რა მუშაობს? აბა ერთ შენ მითხარი. არ რას ამბობ? დონერ. კებაბ, თურქიშ კებაბ. მოკლედ. თურქიშ კებაბი მუშაობდა ესეთი. ბენზინგასამართ სადგურებზე მაღაზია. კი, ბენზოგასამართ სადგურზე მაღაზიები მუშაობს. ნუ ქალაქებზე მაქვს საუბარი რა და ქალაქებში იდეაში დონერის მეტი კვირას არაფერი არ მუშაობს რა და ჯობია ყოველთვის რომ ესე წინასწარ მოიმარაგო ყველაფერი რომ მე უპრობლემოდ გაატარო შაბათ კვირა. ჩემი ნავიგატორის მიხედვით დაახლოებით კილომეტრი ნახევარში მივალთ მდინარესთან, რომელიც შეიძლება, მაგრამ გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით უნდა გქონდეს სპეციალური ეკიპირება, ამავდროულად ლიცენზია და მოკლედ ისეთი თანხა დაგიждდება. რომელიც გერმანიის მოქალაქე თუ არ არის ადამიანი, ვერ
აიღებს. ნუ რეზიდენტი მინიმუმ. ხო, ერთდღიანი ლიცენზიისა, შეგიძლია აიღო ერთდღიანი ლიცენზია კონკრეტული საათების მიხედვით და კონკრეტული ადგილის მიხედვით. ეს არის ამათი მოთხოვნა. აბა ჩვენთან რო არის, საცა გინდა ძმა? გინდა მდინარეზე და გინდა ტბაზე და გინდა ზღვაზე და ჩააგდი ანკესი? სადაც გინდა შეგიძლია ანკესი? ჩვენთან ხალხმა მიგი თევზი დაიწყოს აკვარიუმის დაზიანება. კი ბატონო. ამიტომ კანონები, წესები ძალიან უცნაური არის გერმანიაში რა და აი ყველაფერში ნელ-ნელა ესე აწყდები ამ უცნაურობას ჩვენთვის, მაგრამ ეს ხალხი მიჩვეულია ამ ყველაფერს რა. ამ ნომრებთან დაკავშირებული კანონებიც რა, რომელიც ცოტა უცნაურია ჩემთვის, მაგრამ მეორე და მესამე შეხედვით სწორია რა, იმიტომ რომ ამ ტრანსპორტითაც შეიძლება რომ დააზიანო რამე ან ვინმე და დაიზიანო საკუთარი თავი და როდესაც დაზღვეულია დაზღვევა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს რა, ტრანსპორტის ვერ გამოიყენებ ვერანაირს თუ დაზღვეული არ ყავს. სამწუხაროდ აქ ეგრეთ წოდებული ველობილიკი აღარა გვაქვს. უწევს გზაზე სიარული. ნუ შეგვიძლია გადმოვიდეთ ქვა ფენილზე. საიდანაც შესასვლელი არ არის. და ესეთ ადგილებს უნდა დავაკვირდე ხოლმე რა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს საიდანმე გადმოვარდე. აი ესეთ უცნაურს არა, ჩვენთვის იდეაში ცნობილ შენობებს ივაგენი უცებ გზაში. მე დიდუბეში ვარ, ხო? თუ დიდუბეზე. საერთო საცხოვრებელი გზა. ხო, ანუ იმენა ზუსტად ისეთი სტილის არის, როგორიც ჩვენთან შენდებოდა. ეს ალბათ 90-იანების GDR-ის გადმონაშთი არის გერმანიის რა. ესეთი ბრუტალისტური სტილი არის. დაუბომბავი გადაურჩა შეიძლება ითქვას. ხო, ნუ და ან მაგის მერე აშენებული. ნუ როგორც არ უნდა იყოს. ხო, ნუ სინკარები სტილი ძალიან მომეწონა, ხო, იმენა ზუსტად ისეთი სტილია. ოკეი, გავაგრძელეთ. ესეც ადგილობრივი მტკვარი. გვერდზე წერეთლის დასახლება ამ კორპუსებით. ძალიან უცნაური ადგილია. არა, უცნაური იმდენად არა, რომ რაღაცა სწავლია. უბრალოდ იმაზე მაქვს საუბარი, რომ არქიტექტურა საკმაოდ ნაცნობი, ესეთი ხიდები და ქვემოთ მდინარე. როგორც არ უნდა იყოს, საკმაოდ კარგი და ლამაზი ადგილია. ფერი განსხვავებული, ჩვეულებრივი სანაპირო. და რაღაც ბარივით არის აქ გაკეთებული. მე მგონი აქედანაც შევძლებთ რომ გავიდეთ და ჩვენ ხიდზე ხო უნდა გადავიდეთ. იქიდან ავიდეთ, მაგრამ ხიდზე გადავიდეთ. კარგი, დავაი. აი ესეთი ლამაზი სანაპირო გვაქვს. ლამაზი რა, სტანდარტული სანაპირო რა. არაფერი სასწაული. უბრალოდ სუფთა და მოწესრიგებული. მაგრამ ამავდროულად ოდნავ დაჭაობებული. ხო, აქ არის ასასვლელი და რო ავალთ ალბათ მარცხნივ. კი, კი. აუ, ძალიან ცუდი გზაა. როგორც ტრაილერი, აი ესე შემოვედი მოსახვევში ზუსტად. კი, თავარია მისაბმელი არ გამოვედო და მოკლედ აი ესეთი ვიდეო გამოდის დაახლოებით ჯერჯერობით მაყურებლებო და არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება მსგავსი კონტენტი ამ არხისთვის, მაგრამ ვეცდები რომ რაღაცა სიახლეები აი ესეთი სახით შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ ერთი და იგივე ეს გადაღება და დადება თვითონ მე არ მაქვს სურვილი რა, რომ ერთი და იგივე ასე ვთქვათ დავტკეპნო და ის გადავიღო, ამიტომაც არის ხოლმე ესეთი დიდი პაუზები ამ ვიდეოებში. ხო და რაღაც დონერს მივაგენით ამასობაში. ცოტა განსხვავებული რამ რო ვჭამოთ. ხო, ხანდახან შეიძლება. მიწდება აუცილებლად. დავაბათ. მოდი იცი რა ვქნათ? შენი მოიტა, ამათ ერთმანეთზე გადავაბავ და მე მაგით მიაბი იმაზე რა. აი აქედან მიაბი იმაზე. გამიგე? არა მე თვითონ მიგვება ახასწავლოს. რაღაც ხო უნდა გამოვიგონო ესეთი სასწაული. ჩაკეტილი გაქვს? რაღაც თქმა უნდა. აუ, გეხვეწები, ოღონდ ბარათით გადახდა კონდეთ. თუ არა შპარკასია და იქ უნდა წავიდე. ესეთი შედევრი მოვიფიქრე. წავედით. გავსინჯავთ ახლა აქაურ დონერს და გეტყვით როგორი იქნება. აი ესეთი რაღაცა ავიღეთ.
საინტერესო რამე. გემრიელად გამოიყურება. ხო და გემოს გავსინჯობ და გაგიზიარებთ როგორი იქნება რა. 25 евро გამოვიდა. საკმაოდ ბიუჯეტურია რა, ხარ. ხო, 25 евро ორ კაცი ნორმალურია და უბრალოდ დაშლილი დონერია. ურით ცალკე. ოკეი, ეხლა მივირთმოთ და გეტყვით როგორია ზუსტად. შეხედვით. ძალიან კარგი რაღაცაა. ფრი კარგად არის შემწვარი, ცოცხალი პროდუქტია, ყველი, ცეზარის соуსი, სავარაუდოდ. ხათმის ხორცით. რომ გერმანიაში ყובას ძალიან მნიშვნელოვანი ენიჭება პროდუქტების შემოწმებას რაღაცას ისე. კი, და სხვათა შორის საქართველოს არ არის. აი საქართველოში რო ეს რაღაც ბოლო პერიოდია, ამ პერიოდში აღმოაჩინეს რაღაც სამონელა თუ რაღაცის ჭხირი, საშაურმეში ესეთი რაღაცა არ ხდება. ყველაფერი კონტროლს გადის საკმაოდ დიდს. რა სიტყვა შენ? დაგეთანხმები ყველანაირად, იმიტომ რომ სადაც მოვხდით, უნდა აი კვების ობიექტებში, საერთოდ გამოირჩევიან სიზუსტავით. მithumetes გერმანული რესტორნები რაღაცა ძალიან სხვანაირად უძლებიან ამ საკითხს, უმაღლესი კონტროლი არის, გამკაცრებულია ყველაფერზე. ნუ არ სჭირდება გამკაცრება, იმდენად არის მიჩვეულები ამ ტექსტის, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ამის ეს დანახვა და მივესალმები მე პირადად. 10-დან შეგვიძლია 8 დაუწეროთ, მე მგონი, ხო? 10-დან 8 შეგვიძლია მივცეთ ამ საპიც შაურმენიოს. არ იყო ცუდი. კარგად იყო ხორცის შემწვალი არა, შემწვარი. ხორციც და ისიც რა ქვია. კარტოფილი ფრიც. ბოსნეულიც კარგი იყო, საჭიროა. ხო. არ იყო ცუდი. თურქული ესეთი დონერები ზოგადად ძირითადად ნორმალურებია ხოლმე, მე რასაც ვნახულობ. ისევ ამინდი თლათ სამაყო არ არის. წეღან წვიმდა. ამ წუთას აღარ წვიმს, მაგრამ ნუ ეს ისეთი მხარია, რომ ხშირად იცის ესეთი წვიმა, მე გადაღება, მე ისევ წვიმა. ნუ მოკლედ აი ესეთი უცნაური ამინდებია. ზოგადად ყველაზე კარგი არის ხოლმე შაბათ-კვირისთვის მისაბმელში თუ გააქვს ადგილი, რომ დაჯდე და იქ გააკეთო, საჭმელი იქნება თუ რაიმე სხვა. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ქიმია მაქვს, კობას დაბმული, უпростоრეთ ეგრეთ წოდებული პლომბი აქვს. ჯორ ნახევარი ტონა არ შეიძლება, აი ახლა ტრაილერებით რო შევდივართ, მაგრამ ფრეია. ლიფერშაინი გვაქვს, რომ პარკინგზე ვართ. ამასობაში გზაში ისი აგვიცივდა. ყველა ვარიანტი უნდა ჩავიცვა რაღაცა ზედა, თორე კაციების სურვილი ნახდათ არანაირი არ მაქვს. არანაირი სურვილი არ მაქვს იმის რომ გავცივდე, ხო? როგორც არ უნდა იყოს. აი ესეთია გერმანია რა. შეიძლება დღის პირველ ნახევარში ცხელოდეს, მაგრამ უცებ ისე აცივდეს, რომ ან მოთოვოს, ან გაყინოს. სულ უნდა გქონდეს რაიმე მოსაცმელი თან. ეგრე არ არის? ხო და ჩვენც ეგ გარემოება გავითვალისწინეთ. რუგზაკი ჩვენი განუყოფელი. კი. ჩანთა სულთან უნდა გქონდეს რა, ასე ვთქვათ. რომ რაღაც თბილი ატარო. ესეთი პატარა რა არის? ტბა თუ ჭაობია? აჰა, ჭაობია. ნუ გვერდებში ჭაობია. არ არის ჭაობია. ამაშია შეიძლება. კამეში? ეს ბალახია ეს.
ხო და მოვბრუნდით უკვე ამის მივედით ჩვენს სახლებთან, ხო? ოსიარულია სახლი. ხო, სახლებთან, რომლებიც საბურავებზე დგანან და არიან სადღაც 18 მეტრამდე. ციმციმა არ დაგავიწყდეს, ციმციმა. აი ეს ზედაპირი არის ძალიან არასაამაყო ესეთი ტრანსპორტისთვის, რა ტრანსპორტსაც ახლა ჩვენ ვიყენებთ, იმიტომ რომ შესაძლებელია მკვეთრი მუხრუჭის დროს და არა მხოლოდ მუხრუჭის დროს მოხვევის დროს მოხვიო ძალიან თუდად გაცურდე ვისი არანაირი სურვილი არ მაქვს ხო ერთი გავიაროთ კიდე და ვნახოთ იქნებ კიდე ვინმე იყოს საქართველოს დროშის მქონე ტრაილერების მხარეს რომ მივიდეთ იქ დიდი ბარი არის ძალიან და შეიძლება გავხეთქოთ შუაზე ჩვენი ორი ბარი კარგია არა თო ორი ბარი ხა ერთ დავამატებთ და ვნახავთ ეხლა ზუსტად რა და როგორ შეიძლება ითქვას რომ ცარიელია გაუში მოდი იცი რა ვქნათ ერთზე დააყენ არა ერთი და 8 ერთი და 8-ზე რომ დაბერავს ესეც ასე მოვედით მოკლედ ხა რა შეიძლება გავაკეთოთ ეს უნდა გავრეცხო გავწმინდო და დავაერთო სატენზე ხო და მე ისევ მოვბრუნდები შაბათი დღე არის და შაბათ დღეს შეგიძლია რომ დაისვენო კარგად და ძალები აღიდგინო ასე ვთქვათ ბავშვით რო კატაობ ხო აბა რა კატაობა გვინდოდა რა მე ხო და ესე რომ ივლიდა დაგესვრება ეს ტრანსპორტი აი ეს უნდა ლარიანებს უნდა დააყენო და კერხები აგერავა აგერავა კამპიანი ყველაფერი გამო შვენიერი რა ქვია ამას არ ვიცი წყალმსხმელი რა ვიცი წყალმსხმელი რა რაც არის და მე მგონი მე შეგვიძლია რომ ლუდი დავაჭაშნიკოთ. მაგრამ ზოლის ქართული ლუდი გვაქვს 2 ბოთლი. ხო, ქართული ლუდი გვაქვს და ამ შემთხვევაში თავს არ შევიკავებ და ვიტყვი რომ კაიაკი არის, მშვენიერი ლუდია. იმ პირობებში, როცა გერმანიაში სხვა ლუდი ძალიან იშვიათად რო ნახო ქართული და მონატრებული ლუდი ძალიან ისეთი მომენტია რა, ქართული რო არის მარტო მაგიტომ მაინც მოგეწონება ასე თქო. მცირე პაუზისთვის ეს არის ძალიან იდეალური ვარიანტი. რა სიტყვი? მცირე პაუზისთვის მშვენიალური და მე დანარჩენი კიდე შეიძლება რაღაც მოგხდეთ. მოგვიანებით. ყოლა რეკომენდაცია გაუწია, რომელუც მიუნხენის ლოვემბრაუს. ზოგადად იხდება მხოლოდ მიუნხენის ზონაში, მიუნხენული ლოვემბრაუ ასე ქვია. ჩვენს გვაქვს ლოვემბრაუ, მაგრამ წეგან ორი ადამიანი ვიყავით ქართველები და აი ერთი ქართველი კიდევ ჩვენთან ერთად არის. გამარჯობათ. ხო და რა ვიცი, აი ესე შაბათ შეგიძლია რომ დაждდე და ცოტა ლუდი მიირთვა, იმიტომ რომ ამითი არავის არ ავნებ. იმიტომ რომ არსად არ გადიხარ, შემდეგ დღესაც დგახარ იდეაში ძირითადად გერმანიაში. კვირაობით აკრძალვა არის, არ მოძრაობთ. ხო და არავინ არ მივესალმებით ალკოჰოლის მოხმარებას, წინა დღესაც რო გადიხარ სამუშაოდ რა და გზაზე. ხო და რა ვიცი, გავსინჯავ ამ ლუდს. დასაწყისში ვიდეოს კი ვთქვი, რომ ქართულ ლუდს შევექცეოდით, მაგრამ მე მგონი გაცივდეს ჯობია ის ლუდი. აცივდეს და ხამ. ხო, რა ვიცი, ნახოთ როგორი იქნება რა. მე მგონია რომ კარგი უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც კორონა მოსწონს ჰეინეკენი ესეთ გემოვნება ესეთი უნდა ქონდეს რომ ესეც კარგი. ძალიან ხშირად და პრომოხერის შემდეგ საკმაოდ კარგი სტაბეშევა დატოვა ამ ასე რომ ხო, მოკლედ ამ ვიდეოში გამოვიდა ლუდის განხილვაც ამასობაში, გერმანული ლუდის განხილვა, რატომაც არა. ჩეხურ ლუდებში მე პირადად მე მგონი თქვი კიდეც რომ სტაროპრამენი მომეწონა ძალიან მაგრად კარგი იყო და კოზელი. აი ეს ორი ლუდი იყო. დავამატებდი ბუდვაიზერს, რაღაც თავისი არომატები აქვს ბუდვაიზერს და ნუ რეზიკოს კარგად ვისნო, ჩვენი მეგობარი არის რა. ფავორიტი ლუდია მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომეწონა.
მაგრამ რა ვიცი, Budweiser-ის ცუდი ლუდი არ არის ნამდვილად. ნუ აი გემოვნების ამბავია რა. და პირადად ჩემთვის ბრეჟნიაკი. ბრეჟნიაკი არის ჩემთვის პირადად. ჩეხური ლუდია ესეც? ლუდია ძალიან მაგარი. ადრესენ და მოგწონს ისე აქაური ლუდები? რა ვიცი, ნორმალია, მაგრამ მე მაინც ეინეკენისკენ გადავიხლებოდი ყველა ვარიანტში რა. გავსინჯავთ ეხლა ამ ლუდს და მე უკვე ქართულ ლუდს დავაგემოვნებთ ალბათ და გეტყვით აქ როგორი ლუდი ჩამოაქვთ ქართველებს, იმიტომ რომ იგივე ლუდი ჩამოაქვთ, რაც მე ჩაგეჭრები ბოდიში, იგივე ლუდი ჩამოდის, იმიტომ რომ კაიაკი მოხდი რუსულ მაღაზიაში აქ არის რუსული მაღაზიები, მიქს მარკეტი, ესე ქვია და ქართული პროდუქტი, ღვინოები იყიდება რამოდენიმე სახეობა და ბორჯომი და ქართული ლუდი კაიაკს ავაწყდი და რამოდენიმე ბოთლი ვიყიდე. ხო, ნატახტარის ლიმონადი აგრეთვე კი ბატონო და რამოდენიმე ბოთლი ვიყიდე, ეგ ბიჭებს მეგობრებს დაურიგე და ორი ბოთლი გვაქვს დარჩენილი და რა ვიცი, შეიძლება მაგის დაგემოვნებას და რაღაც პარალელის გამოტანა გერმანულსა და ქართულ ლუდებს შორის რა სხვაობა არის. თუმცა და მაგრამ მე იდეაში რას ვამბობ, იცი? ექსპორტისთვის ხო არ შვებიან ამ ექსტრას და კარგს უფრო. აი ამაზე მეუბნება. ექსპორტისთვის ბოთლია შეცვლილი. ვიზუალური მდგომარეობა ბოთლის იგივეა, მაგრამ აი ეს რაზეც დღეს შენი ლაბარაკე თორნიკე, აი ეს ეტიკეტი, რომელიც ჩამალების ეტიკეტი აქვს, ბორჯომსაც აქვს და კაიაკის ბოთლსაც ჰქონდა, იმიტომ რომ განკუთვნილია გერმანიისთვის სპეციალურად და აქ ნუ ფიზიკურად გერმანელმა იყიდოს და ვერ ჩააბაროს, შემდეგ ძალიან დიდი პროტესტი მოყვება მაგ ამბავს. ამასობაში მოსაღამოვდა დაახლოებით ესეთი არის შაბათი. ხო, უკვე 10-ის ნახევარია, მაგრამ აი გერმანიაში ესეთი ამინდი არის და ესეთი განათება არის ამ დროს. ხო, რაღაც ლუდის განხილვაც გამოგვივიდა, საკმაოდ კარგი ლუდი იყო, სხვათა შორის ლოვერბრაუ. ნამდვილად ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი. დღეს სავარაუდოდ უკვე დავისვენებთ და შევხედოთ, ხვალე იმედია კარგი ამინდი იქნება, რომ გადავხედე ნორმალური ამინდია და ალბათ ისევ სადმე გავალთ და რაიმე საინტერესოს ნახავთ. ან შეიძლება საერთოდ არსადაც არ გავიდეთ და უბრალოდ დაისვენო რა, რასაც ქვია. დაწვე, დაიძინო, დაისვენო. მაგრამ ცოტა ფეხით სიარული საჭირო არის ამასობაში რა, იმიტომ რომ სულ სკროლით, მანქანით სიარული ნამდვილად არ არის ჯანმრთელი. მოკლედ, წავედით ახლა ხვალეში. ესეც კვირა დღე. კვირა დღესაც რაღაცებს გადავხედეთ შორი ახლოს ქალაქში. ხო და რა ვიცი, მანქანაში ყოფნას წასვლა ჯობია. მაგრამ დღეს გობა სატრანსპორტო საშუალების გარეშე ვართ, ხო? მაგრამ ფეხითაც კარგია, რა სიტყვა. ჯანმრთელობაა კი, აბა რა. ხო რა. როგორც გუშინ თქვი, ფეხით რო უნდა იარო ცოტა ადამიანმა, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი კაი პროფესია გვაქვს, სულ ზივართ. ესია. ცოტა ტრაბელინგზე. კი. ხო, ცოტა ოფროუდიც იქნება დღეს, იმიტომ რომ გერმანელებმა გზები არაო. რა ვიცი. ხო და ესე პარკინგს უნდა შემოვუაროთ საიდანღაც იქიდან, აქიდან და გონები ყველგან დავკეთეთ. ხო, რაღაცა იქნება. ხო, და სხვათა შორის ცოტა არა რა, 1-5 კილომეტრი მინიმუმ გვაქვს სასიარულო და კაი გარბენია. 5 კილომეტრზე მეტი. მინიმუმ. ხო, კი ბატონო. წავედით ქალაქის დასახელება, ნამდვილად არ ვიცი. გავიგეთ და დავწერე. ხო, რაღაცა არის. ან ბურგი იქნება, ან დორფი იქნება, რაღაცა მსგავსი, ჰაიმი. ყველა ერთია. დანარჩენს კიდე აბა ქალაქისკენ კიდე გეტყვით რა და როგორ იქნება. აი ესეთი რა არის, სოფელი რა ეს თუ ქალაქია? რა ვიცი, სოფელია. მოკლედ დღეს ღამით თუ გუშინ ღამით დაიწყო ეს ყველაფერი. ჩამოვედით. იდეა. კიკეთი არ გაქვს ნახი? როგორ? კიკეთი. ტიპი როა. ხო. ეგ ვარიანტია რა. სადღაც სოფელში ვართ, ან ქალაქში. მაგრამ ეხლა ამ სახლებით თუ იმჯერებთ ქალაქამდეა რა ვიცი.
მოკლედ რაც არ უნდა იყოს, კაი ადგილია და სტანდარტული კვირა არის გერმანიისთვის. სიჩუმია ისეთი. აუ იცი, მგონი ჩიტებიც დღეს არ ჭიკჭიკებენ, ეგენიც ისვენები. და ისევე დონერი სადაც შეიძლება რომ ცოტა წაიხემსოს ადამიანმა ამასაც შევაფასებთ დიეტით როგორი იქნება ისევ დონერი აუცილებლად სხვა ვარიანტი არ არის ხო და ვნახოთ აბა როგორი იქნება ხა გუშინდელი კარჩე 10-დან 8 იყო ხო ის ნახოთ ეს როგორი იქნება და გეტყვით აბა ხო და მოვიდა რა ბატ ნახავთ ახლა და გავსინჯავთ ვიზუალურად კაია შენ უკვე გემოთიციც როგორია? გემოთიც გავსინჯავს ახლა. მე კარგი უნდა იყოს. წესით კარგი უნდა იყოს რა. მე კარგი უნდა იყოს. ხო, აი ესე მოხდა უცებ გაქრა ჩვენი შაურმები. როგორი იყო რა სპეციალი? ნემლი ძალიან. კი. ქართულში შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ერაყალების გაკეთებული შაურმის კარგი. ესეც გავსინჯე. მე შემიძლია ვთქვა რომ გაყოფილი ვარ მეცონა. გუშინდელთან განსხვავებით შეიძლება ვთქვა რომ ის თუ 8 იყო ეს 9 არის რა და მეტიც დაჟე რა 9.5 არის, იმიტომ რომ ქათმის ხორცთან ერთად იყო ინდაურის ხორცი დამატებული. ხო, ამ ორმა ხორცმა მაგარი გემო მოგცა. ხო, წავედით ახლა გავაგრძელეთ ჩვენი მოძრაობა ისევე ქალაქის ცენტრისკენ და იქით ვნახოთ უკვე რა შეგვხდება და როგორ იქნება საქმე. უბრალოდ ესეთი კუთხე არის, პატარა ფლაიერიც წამოვიღე და როგორც თქვი, საკმაოდ კარგი ადგილი იყო რა. კარგია რა, უნდა გასინჯო ხანდახან რა ადგილებში, ისეთი რაღაც შეიძლება შეგხვდეს რომ მე იტალიაში პიცა ვერ გავსინჯე და იტალიაში ხო, ანუ უბრალოდ გავსინჯე, მაგრამ არ მომეწონა და მე გავსინჯე მოდენაში. ეს პატარა ესეთი ადგილი იყო და ისეთი გემრიელი. სიმართლე გითხრა, აი იტალიური პიცა ხო, ნუ სახელგანთქმულია და პიცა იტალიანო და მთელი ამბა. ამერიკული პიცა მომწონს მე. New York Styles რო ეძახიან, ცოტა სქელი წომით რა. ხო. აი ეგ უფრო მომწონს ვიდრე თხელი და ისეთი. მე ქართული პიცა მომწონს, პიცარიით ვარ და ბარგარით უნდა დაჭირა. მოდი ხაჭაპური რო გვაქვს, ხაჭაპური მომწონს მე პირველ რიგში და მე რა ვიცი, თუ გინდა იყოს პიცა ც. არ არის პრობლემა. Keine Problem. სადაც 500 მეტრი დაგვრჩა. სად მივდივართ ძმა? ასურო აუზზე. ხო და რაღაცა აუზი არის რა, საინტერესო. აკვაპარკია რა. ხო, ჯინოა რა, ოღონ დაკაური. Deutsch Gino. Ja, piani Ginoa, კაცო, Gino ძვირია ძმა, piani Ginoa. ხო რა, აი ისეთი 6 евро ვექსპოლობა. ეგრე წერია, მაგრამ ნახოთ იქ ფასი რა იქნება ზუსტად. მაგრამ წესი ძირითადად ეგრეა ხოლმე რა, რაცა წერია ისე ხდება და არ არის გამორიცხული. და მე აიგიოს, მაგრამ 99% 6 евро არის. ხო და 6 евро კიდე აბონემენტად მე მგონი not bad. რამდენი გირდა? 18 евро. ო, 18 евро რა. და იდეაში როგორი ვარიანტია, იცი? 16 евро იყო 4 საათი. და 6 евро გირდა 1 საათი და 1 საათი ესეთ ადგილას შემოსვლა არის. და მე მგონი სანამ გამოიცვლი. გამოიცვლი და გახვალ ისე უკან. სიგრები, უნდა გავხიდე. მოკლედ არ არის ცუდი ადგილი, გასაგრილებლად მშვენიერი ადგილი არის. ერთადერთია რომ ხალხი არის ძალიან ბევრი. ბევრი ხალხია, ხო აშკარად? ბევრი ხალხია. მეც მაგას ვფიქრობ, რომ შეგინთ უფრო უკეთესი ვარიანტია. აი იქით რო არის გრძელი ბასეინი. ეხა მოვწევ შოთა სიგარეტს მოვიდა რა, მოვწევ და მე შევგავ. ხო, სიგარეტი აუცილებელი არისო, როგორც ყობა იძახის, სანამ წყალში ჩახვალ რა. დიხანიას უმატებს, ხო? და რო ამოხვალ უნდა დააყოლო მე, ასე რომ გავიქეცი. მოკლედ, წყალი არის ცხელი, ხო? აი რასაც მოვა. ხო. ხო და შაბათკვირის დასვენებისთვის მე მგონი იდეალური ვარიანტია რა. მოხვალ, წყალში ჩახვალ, განიწვირთები. ან შემდეგი დღიდან ისევ შევუდგები იმენენ ჩვეულებრივ სტანდარტულ რუტინას რა. მაგრამ მაგაზე არ უნდა ვიფიქრე. აქ რო ხარ, თუ ისვენებ 100%. გამღლელი კვირისგების შემდეგ ასეთი დასვენება, კარგად რელაქსი და მნიშვნელოვანია და კარგია რა. კი, მე მთელი კვირა უკვე
ჟარგონულად რო ვთქვა, ხოდზე ხარ რა. იმასე. უბრალოდ ერთი მომენტია, რომ ისეთი ადამიანები გინდა გვერდში, ვინც ანუ აწყობა რა. ხო, ყველა ვარიანტი თორე შეიძლება მარტო შეიძლება არ წამოქმედია. ხო, არც მოგეწონოს და არც გქონდეს ხალი. მოკლედ ჩასადებში ჩავდივი, სავარაუდოდ არაფერი არ იქნება, მაგრამ ტიპებს დავამატებ რა. აი ესეთი ადგილია. და გასოძებ, აი ხედავ, ვიდა რომ ჩამოსა. ჩამოსასრიალებად. ნახოთ, აბა თუ ნახავთ მისასვლელს. სად ვარ, რა? მოკლედ რაღაცა ისეთი უნდა ჩამოვცულდეთ რა. ჯოთა, პირველი ხარ? პირველი. შენ მეორე. აბა ჰე. აუხიდებზე. როგორი იყო? აუ, იდეალური. ხოთა ისეც რაღაცა ესეთი ერთი ლამაზი დღის დასასრული რა. როგორი იყო? ძალიან მაგარი. ვიკენდზე ვიძადგებით, ძოლები. კი. ყველა ეძიეთ რამე გასართობი რა. ბასეინი არის სასწაული თემა. შაუზი. და ეს ადგილი მოუნიშნავ, ხო, კოორდინატებს აი აქ დავაგდებ სადმე და ჩაინიშნეთ, იმიტომ რომ სამიანზე ვინც ჩერდებით 45 საათით უიდეალურესი ვარიანტია, პლუს მუშაობს ნებისმიერი სეზონი. წავედით, ახლა დავეშვით პარკინგისკენ რა, უკვე 7 საათია და საღამოა კვირის სახლებში. რაღაც 8-15 წუთია და მზე ისევ კარგად ყარადანათებს. ძალიან ბევრი გვაქვს სასიარულოა რა. აი გარი რა ცოტა ისეთი მინუსი. გაგრილდები. კარგია რამე ბასეინი, მაგრამ უბრალოდ ცოტა შორია. ფეხით. და ველოსიპედიან რამე სკროლიან რაღაცა არის იდეალური ესეთ ადგილას წამოსასვლელად. რა თქვი, კობა? ჰა? სკროლისთვის კაი ვარიანტია რა, 5-6 კილომეტრი. კაი ვარიანტი. ფეხით ცოტა დამღლელია. ტრანსპორტიც დადის, მაგრამ ონლაინ ბილეთი იყიდა. ღირს მაინც ყველა ვარიანტი ღირს. ნამდვილად ყველა ვარიანტი ღირს. ახლა უკვე ისეთი დრო არის, მივალთ დაახლოებით მანქანაში 1 საათში და ხო რა დავისვენებთ მე. კარგად დავისვენებთ თან ხვალამდე იდეალურად. მაგრამ აი კობა ღამე გადის, ხო კობა? კი ბატონო. 2 საათს. 2 ნახევარს დაიწყო. აბა შენ მაშინ აღარ დაგიძინია. ესეთებიც ხდება რას ვიზებთ.
იდეა იყო ისეთი რომ მანქანაში მივსულიყავით და რაღაც იქ აგვევახშმა ხო? ვახშა მე არ არის ბოლო. მაგრამ არა. ესე რომ ამდენს ივლი და დაიღლები, მე უკვე რა უნდა ქნა? უნდა დაისვენო და დასვენებამდე რა ვიცი, ახლა მაკდონალდში შევალთ რა და რაღაცას ამას სუბუქად მივირთმევთ. მაკის მერე რა ვიცი, როგორია? მაკის მერეც ძალიან კარგია. თან აი, მოკლედ ამინდმა ზუსტად ისე დაალაგა ყველაფერი როგორც საჭირო იყო. აქედან რომ მივდიოდით, ესეთივე ამინდი იყო, არ იყო მზე, სიგრილე იყო. მივედით, ბასეინზე იყო იდეალური წყალით და მზეც. უკამბრუნდებით და ეხაც იდეალური ამინდია, გრილა. 10 კილომეტრი დაგვრჩა დაახლოებით პარკინგამდე რა. ჯამი რამდენი გამოგვიდა 20 კილომეტრი მანძილად 20000 ნაბიჯს გადავახდით მე მგონი და კი და რაღაც 14 კილომეტრი ალბათ ფეხით. ეგ ფეხით, მაგრამ ღირდა. ყველა ვარიანტში. საბოლოო ჯამში რავი, ვიკენდისთვის ვაფშე იდეალური იყო. განახან ფეხით სიარულით აუცილებელი. ფეხით სავარაუდო, აი ოფში სურათი რო ავიღოთ რა, რაც იყო გუშინდელიდან დღემდე. მეტა ყველა 45-იანი ესეთი იყოს და აბა რა. მე უარს არ ხო. ვამბობ. მანქანაში ჯდომას და მოწყენილობას მით უმეტეს კვირა ძალიან მოსაწყენია ხომე. ხო რა. ვიკენდი გამოვიდა რა. ფეხითაც ვიარეთ. არავის არ უნდა დაეზაროს მით უმეტეს ფეხით კი. როცა მანქანაში ხარ სულ და ისედაც სულ მანქანაში ხარ. ზიხარ და გაიარო ეს აუცილებელიც არის და კი. ჩვენიერი დღე გამოვიდა რა. ცურვისთვის ცურვა კიდევ ზე იდეალური რამეა ჩვენ პროფესიისთვის მით უმეტეს ზიხარ, ანუ ძირითადი შენი საქმიანობა არის სტარება, ზიხარ. ასე რომ ვთქვათ, ეს შაბათი კვირა გამოვიდა იდეალური. კარგი. რაღა დაგჩენია მანქანაში მისვლა. არანაირი არაფერი. ხო, ანუ დაიწყო სამუშაო კვირა, უნდა შეხვდეთ ახალი ზატყოფაში. შემართებით ხვალ დილიდან დავიწყე. ხო, ზუსტად აი პირველი მე გაგასწრებთ ვიდეო, ყველაზე ადრე გავდივარ. კარგად დაღლილები ვარ რა იდეაში. მე დასვენებასაც ვერ ვასწრებ. ხო, ეხლა რომ გავჩერდებით, კობა კი არ გაჩერდება და იძრება. დაახლოებით რავი 4-5 საათში და 4 საათში. რასაც დაიძინებს, ცოტა უძინებს. ცოტა საუძინებს სიგარეტი. всё, დანარჩენი პარკინგზე. დავბრუნდით სახში. დაღლილი პარკინგი. მანქანების გოგონი, მაცივრების რახუნი. შვენიერი. და ისმის კითხვა. ორი ადგილი რანაირად განთავისუფლდა, როცა კვირა არა. და ჯერ 10 საათი არა. ბიჭო, ბუსიკებს ხო არ ქონათ დაგეჭილი? აი, ბუსიკი დგას იქით. ან თავი დგას. როგორც არ უნდა იყოს. Anyways, როგორ იცი? Anyways, ზუსტად. ესეთი იყო ეს ვიდეო. აქ უკვე მივედი დასასრულთან. იმიტომ რომ დანარჩენი არის რა, ძილი არაფერი რა, დასვენება. დაახლოებით ესეთი არის შაბათი კვირა. ძირითად შემთხვევაში თუ ქართველ შეხვდა. თუ არა, ნუ მარტო ხარ და რა ვიცი, ხა მარტოც რაღაცებს ფიქრობთ ხოლმე ხანდახან. ხან სადმე წახვალ, ხან სადმე წამოხვალ. არის ისეთი შაბათკვირები, სადაც ყოველდღე თელი დღე ჭამასმა დალევა. გააჩნია ხო უკვე ხა ამინდი თუ არის დასალევი ამინდი, უნდა დალიო. მაგრამ ამ შემთხვევაში იყო, მე მგონია რომ ყველაზე იდეალური შაბათი კვირა. ლუდით მოვთრობეთ. კი. და ეხლა ერთბოთი პირას ვის დამალებინეთ, იქნებით ჯიგრებით, აი აქში გაგიცვლით. მაგაზე ჩამოვყალიბდებით, მოკლედ. ჩვენი თანამშრომლის მანქანა დგას. გავედით ბოლოში. ადიოს. შენი მანქანა. შემდეგ ეპიზოდამდე. ხო, ჩემი მანქანა აქ დგას და მე კიდე მივდივარ სადღაცას.